უკრაინელი ხალხისთვის 2024 წელი გამოწვევებით, სირთულითა და რუსეთის სასტიკი იერიშების სიმრავლით იყო გამორჩეული. კრემლს 2024 წელს პირველად დაჭირდა ბალისტიკური რაკეტები ჩრდილოეთ კორეისგან მიეღო. წლის მიწურულს ფხენიანმა ცოცხალი ძალითაც გაუწია დახმარება მოსკოვს. იყო მრავალი მნიშვნელოვანი სიახლე როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მიმართულებით. წლის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთმა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ. ასევე საინტერესოა, რომ ამ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული საავიაციო იერიშების ინტენსივობა უკრაინული დასახლებების წინააღმდეგ. მთელი წლის განმავლობაში მასშტაბურად იბომბებოდა ფრონტის ხაზიც. ძირითადი მიმართულება, სადაც რუსებმა ესე ვთქვათ, ინიციატივა ხელთ იპყრეს და გარკვეულ დონეზე გარღვევები განახორციელეს, იყო პოკროვსკის მიმართულება, ბახმუტის მიმართულება, ეს არის დონეცკის ფრონტი, იყო ასევე ზაპოროჟიეს ფრონტის მიმართულებაზეც, ველიკაია ნოვოსელსკას სექტორშიც. არის ასევე წინსვლები რუსების მხრიდან ხარკოვის მიმართულებაზე, უშუალოდ კუპიანსკის ზონაში. 2024 წელი გამორჩეული იყო იმით, რომ ამ ომში უკვე მხარედ ჩაერთო მესამე ქვეყანა, ოფიციალურად ეს არის ჩრდილოეთ კორეა. საწყის ეტაპზე მათ დაიწყეს KN-23 ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება რუსებისთვის, რომელიც არის ისკანდერის ერთგვარი ანალოგი. რუსებს ეს დასჭირდათ იმისათვის, რადგან სარაკეტო შეიარაღების დამზადების ყოველთვიური წარმადობა არ აძლევდათ იმის საშუალებას, რომ ინტენსიურ რეჟიმში განეხორციელებინათ სარაკეტო თავდასხმები. ვოლდიმირ ზელენსკი წლის დასაწყისიდანვე დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს თხოვდა. მალევე აპრილში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები, ატაკამსები ფარულად მიაწოდა. ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმაც. ატაკამსის მოქმედების არეალი 300 კილომეტრია და ამ რაკეტების გამოყენებით უკრაინას რუსეთის სიღრმეშიც კი შეუძლია იერიშის მიტანა. უცნობია, რამდენი რაკეტა გადაეცა უკრაინას. კიევი ასევე ითხოვდა მიეღო ნებართვა, რომ დასავლური შეიარაღება გამოიყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე. 2024 წელს როგორც რუსეთის საოკუპაციო არმიამ, ისე უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად განავითარეს დრონების საწინააღმდეგო საშუალებები. ასევე უკრაინაში მეტნაკლებად მოგვარდა საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემა. ამავე წელს უკრაინის ცაში დასავლური გამანადგურებლები F-16-ებიც გამოჩნდნენ. მეტნაკლებად მოგვარდა საარტილერიო ჭურვების შიმშილი. რუსებმა ამისათვის, იცით რომ დაიხმარეს მათი მოკავშირე ჩრდილო კორეა, საიდანაც რამდენიმე მილიონი საერთო ჯამში რამდენიმე მილიონი 122 მმ-იანი და 152 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი და რაკეტა შევიდა, როგორც ასე ვთქვათ, ჰაუბიცებისთვის, ქვემეხებისთვის, ასევე გრადის რაკეტებზე არის საუბარი, საკმაოდ დიდი რაოდენობით, დიდი პარტიებით იქნა შეტანილი. უკრაინას რაც შეეხება, უკრაინის მიმართულებითაც საკმაოდ სერიოზულად ამოიქოქა ადგილობრივი წარმოება ჭურვების, გამოჩნდა უკრაინის მხრიდან ამერიკული F-16-ების გამანადგურებლები და დაიწყო მეტნაკლებად მასიური გამოყენება დასავლური საბრძოლო მასალების. უკრაინული მხრიდან აქ საუბარი არის ჯეიდამის კლასის ზუსტი დამიზნების ბომბებზე. 2024 წელს რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებდა პლანირებად ბომბებს. ბირთვული შეიარაღებით რამდენიმე სამხედრო სწავლების შემდეგ კრემლმა წლის მიწურულს პირველად გამოიყენა საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკი. ეს იარაღი ბირთვული მუხტის გადასატანადაა შექმნილი. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, კრემლის ეს ნაბიჯი უფრო მეტად პოლიტიკური განაცხადი იყო, ვიდრე სამხედრო შედეგზე გათვლილი. პოლიტიკური ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, ეს არანაირი ისეთი სერიოზული სამხედრო ეფექტი ამას არ ქონია, ხო? ეს იუჟნოვის ქარხანაზე მოხდა დნეპრში დატყმა ამითი, რაღაც განსაკუთრებით სერიოზული ეფექტი არ ქონია ამას, თუმცა პოლიტიკური და ფსიქოლოგიური კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეს რუსეთის მხრიდან. წლის დასაწყისში მალევე შეიცვალა უკრაინის არმიის მთავარსარდალი გენერალი ზალუჟნი და შეიარაღებულ ძალებს სათავეში ჩაუდგა ყასპის მეტსახელით ცნობილი ოლექსანდრ სირსკი. არავინ იცოდა რა ახალ გადაწყვეტილებას მიიღებდა იგი და აგვისტოში უკრაინა იწყებს ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში. რეგიონიდან გაიყვანეს 130,000-ზე მეტი მოქალაქე. კიევში ირწმუნებოდნენ, რომ მათი მიზანი ტერიტორიების ოკუპაცია არ ყოფილა. ვლადიმერ პუტინის თქმით კი ამ ქმედებას მალევე უპასუხებდნენ და კურსკიდან უკრაინელებს განდევნიდნენ. თუმცა წლის მიწურულს რუსეთის ფედერაციამ ეს ვერ შეძლო. უკრაინელები კურსკში რჩებიან.
რუსები აპირებდნენ ხარკოვისა და სუმის ოლქის მიმართულებაზე დიდი შეტევის განხორციელებას და სწორედ ეს შეტევა მათ ჩაუშალეს კურსკის ოლქში აი ამ განხორციელებული გარღვევით და ასევე თუ პოლიტიკური თვალსაზრისით შევხედავთ კურსკის ოლქის ამ დრომდე შენარჩუნება იქნება ერთგვარი ბერკეტი უკრაინის ხელისუფლებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელობისთვის, რათა სავაჭრო მოლაპარაკებებში ჩართონ კურსკის ოლქი როგორც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. 2024 წელს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, მათ შორის რუსეთშიც, სადაც პუტინმა გაიმარჯვა. პუტინის გაპრეზიდენტებას მალევე მოყვა მისი ვიზიტი ფხენიანში, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამხედრო კომპონენტსაც, ურთიერთდახმარებასაც გულისხმობდა. კრემლმა გააქტიურა და გააღრმავა ურთიერთობა ირანთან და ჩინეთთან. ამ ფონზე კი მსოფლიო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეიცვალა ნატოს გენერალური მდივანი. ევროპაში დაიწყეს საუბარი, რომ ევროპული სახელმწიფოები უკრაინის ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში მრავალათასიან სამხედრო კონტინგენტს გააგზავნიან. 2024 წელმა რუსეთ-უკრაინის ომის წლში შექმნა გარკვეული სამხედრო პოლიტიკური ჩიხი, რომლის გამოსავალიც ამ ეტაპზე და უახლოეს პერსპექტივაში არ იქნება ბრძოლის ველზე. ამიტომ მხარებს ყველა ვარიანტში მოუწევთ პოლიტიკური ველში, დიპლომატიურ ველში გარკვეული მანევრირება იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესების დაცვა შეძლონ. რუსეთის ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასავლურ სამხედრო სისტემაზეც. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ამბობდნენ, რომ თავდაცვის დანახარჯების გაზრდა უმნიშვნელოვანესია. ისინი შესაბამის გადაწყვეტილებებს უკვე იღებენ. ძირეულად დაიწყეს მათ თავდაცვის პოლიტიკების, სამხედრო ხარჯების, სამხედრო მრეწველობის საკითხების გადახედვა და ამას შორს მიმავალი, ასე ვთქვათ, შედეგები ექნება ევროპისთვის, დრო დაჭირდება ამ მიმართულებით ცვლილებებს, მაგრამ თუ ეს პოლიტიკური ნება იქნება ურყევი, ევროპა, ასე ვთქვათ, კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისგან განყენებულად თუ განვიხილავთ, აუცილებლად უფრო ასე ვთქვათ, თვითკმარი უნდა გახდეს მომავალში თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვიდრე ეს ამ ომამდე იყო. წლის მიწურულს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუქმა შეზღუდვები, რომელიც ხელს უშლიდა უკრაინას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში შეტევისთვის გამოეყენებინა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ არ დაუდასტურებია ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომელიც მოკავშირეებს წარუდგინა, სამხედროების მიერ შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებას გულისხმობდა. სამხედრო მიმომხილველთა ნაწილი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი ამ ვითარებაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება და ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწევს დამატებითი ბერკეტების გამოყენება იმისთვის, რომ შეასრულოს საკუთარი დაპირება, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ითვალისწინებდა. თუ არ მოდის კომპრომისზე მოსკოვი, რა ბერკეტები აქვს მაქსიმისათვის, რომ აიძულოს. ეს იძულება შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ უკრაინის მიმართულებაზე, მაგალითად კიდევ უფრო გაზრდილი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და ნათლად ჩვენება იმის, რომ უკრაინა ამ ომში გამორიცხულია, რომ დამარცხდეს, თუმცა რუსეთისთვის სხვა საინტერესო მიმართულებებზეც გარკვეული აქტიურობები იქნება, ეს არ ვიცი, კავკასია, მაგალითად საქართველოს, ცენტრალური აზია, მაგალითად ჩინეთის მიმართულებას ბმა რუსეთთან. როგორც წესი, ზამთარში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ნაკლებია. თუმცა ამჟამად უკრაინის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო არმიასა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის ჯერ კიდევ სასტიკი საბრძოლო დაპირისპირებებია. გიორგი თუხარელი, ევრონიუს, ჯორჯია.